საინტერესო რა მოხდა. Email to you. Headed door 10. Door 10. I had to show him. Show the email, yeah. Okay. Go. ესე იგი რა მოხდა მეგობრებო. დეტროიტში ავტობუსი გაგვიფუჭდა. ეხლა არ გადავიღე თავიდან. ეხლა გადმოვსვეს უკვე. როგორ გითხრათ აი ეს ავტობუსი გაფუჭდა შუაგზაზე. მე დაგვიბრუნდა უკან. ეხლა ტიკეტი მომწე ჩანთამაკ ისევ ასახები. სამწუხაროდ ტრაქტუმას არ გადავიღე. ჩვენ ხო ვიღებთ ხოლმე იმას და მე ცირკი რა იყო იცით? ესე იგი მე შეგვცვალეს, მე ის გაუფუჭდა, აი ეს ავტობუსი გაფუჭდა რა რო იტყვია. მე გაუფუჭდათ პრინტერი. და მთელი ამბებში 1 საათი ტრიალებთ, ესე იგი ამჟამად ვიმყოფებით პიტსბური არის ერთ-ერთი პენსილვანიის ქალაქი. და მთელი ის გაჩერებულია ის ხალხი მელოდება მარტო მე ამ სვაგული რო არ გადავიღე. მეთქი ახლა უცბად მოაგვარებენ მეთქლა. მე მომივიდა თავში აზრად. მოვიდეთ. 10-იანსი უნდა შევიდეთ აქ. ამ ავტობუსში მარტო მე მელოდებიან თუ რა ხდება, რა ხდება. ეს ავტობუსი მარტო მე ვარ ამათო. დაკეტილი როა. აკაც ტელეფონზე უნდა გამიღებენ ალბათ რაღაცას. სამწუხაროდ ეხლა ტელეფონზე მქონდა ყველაფერი და სხვა ავტობუსი მორჩა 3A. ჩავდოთ ესა სხვა ავტობუსი მორჩა 3A. 3A. ეს უფრო კაი ავტობუსი. გადმოვსეს სხვა ავტობუსი და ეს ავტობუსი უკვე უკეთესია. ეს პორომსაური. Yeah, I think so. Thank you. You're welcome. All right, everyone, this is the delayed. ყველაფერი ნატურაში, ყველაფერი ბუნებრივია. არადა დაგვიანება არ გვაწყობს, იმიტომ რომ წესით უნდა ყოფილიყო 9 საათზე და იქ ალბათ მივარ. ნუ ავიცი, გვიან მისვა არ გვაწყობს, რომ მანქანა უნდა გადმოდერო. თი მომიტანეს. ბილეთი მომიტანეს. ესე იგი მიმართულება შეიცვალეს Guys, რა. try to keep your voices down, please. Absolutely. ესე იგი კოლუმბუსში მივდივართ, წეს ვატყე და მე დეტროიტში. გვიან. ნუ ლაპარაკობთო, ასე გითხრა მძღოლმა. ამ ჩუმად ლაპარაკობ. ასე თუ ისე მოვაგვარეთ საქმე. ავტობუსში ზივარ და იმედია არ გაფუჭდება. თავით ადვილად არაფერი არ ხდება. ესეც ბუნებრივად და ნატურალურად. იმედია ჩავართ ყველაფერი ნორმალურად იქნება. Turn the speaker off. Let's have a peaceful ride. Somebody play a little dirt. Once they late to the angry kids, so be there. ეხლა მთავარია დავიცინოთ დილით ცოტა უფრო სვეჟად ვიყოთ, ანუ მაინც ახლა ძნელია უძრავ ავტობუსში დაძინება, მაგრამ უნდა შევეცადოთ. როგორც სამხედროები ფორმაში უნდა მოვიყვანოთ ჩვენი თავი. კარგი, დავიძინებ და გავიგეთ მერე გავაგზავნოთ ჩვენი ვიდეო გადაღება. Back on the bus or you'll get left behind. გავჩერდით და ეხლა მოგიყვებით თავისებურ სპეციფიკას, მეგობრებო. დავიწყეთ მაშინაც გითხარით, რომ
რამდენიმე ქალაქში ჩერდება ეს ავტობუსი, ზოგი ჯდება, ზოგი არ ჯდება და ცვლიან ერთმანეთს ან გზავრები. თან ასეთი პატარა შესვენებებიც არის და ეს საინტერესო კი არა, მაგრამ ცოტა დამღლელია, მაგრამ ერთი მომენტი იყო, წინა ეხლა ფაქტურად მეორე მძღოლი გამოცვალა. ეხლა პირველი მძღოლი მოვიდა კლიმამდე პიტერბურგამდე და მე იქიდან წავედით მოდივართ აქედან. პირველი მძღოლი იყო შავკანიანი, ისეთი კარგი მძღოლი იყო ურთიერთობაში, არაფერს არ გზავნავდა და ეს მეორე მძღოლი თეთრი ყვირის და სრულიად მნიშვნელობით ღავის და ყველაფერს გვიგზავნოს რა. გადაღება აგვიგზელა. მე ნულაპარაკობთო პატარა დიქტატორია რა. დანიშნული ფოხი ხმა აქვს რა. ლავსის ტრაქსტოპია ჩვენ. ჩვენ მეგობრებო ვიცით როგორია ეს ლავსის. ჩვენ 11. I think we was like 2 hours behind, right? ეს სიტყვით გულახიათ გითხრათ ესეთი ზავრობა რა ადვილი ნამდვილად არ არის. და ეს დაძინების პრობლემა ეხლა მანქანაში რო ზიხარ. სად რო წამოწვევი და ესე და სად ეხლა ამ მოძრაობაში, ნუ ფასიდან გამომდინარე ადვილი ნამდვილად არ არის რა. თუ შესაძლებლობა გაქვს ავტობუსის სიაროს მართლა უნდა მოერიდო. ვოდ მართლა ძვირი იყო, ძვირი, იმიტომ რომ თვითონავით თითქმის $400-მდე ჯდებოდა წამოსვლა, მატარებლის რაღაც 360-მდე. ამბავი იყო თქვენ ისეთ ლავსია, ზოგს აუნდაზი, ზოგს საჭმელის ყიდვა უნდა ზოგ იმას რა. მაგრამ არ პროცესს გვაქვს. აი ზღოლია ეს. ჩამაკეუპას მაგ ხელა ხმა აქვს რა. ვაკ მაგარი ხმა. შეინოდა. აბა გადავხედოთ იმ სიტუაციას, რომელიც მოგვიწევს. ტრაილერები და ტრაქები. ამათი დასადგომებით. ნუ დავიწყებთ ახლა მუშაობა და უნდა შევეჩვიოთ. საწვამის ჩასხმას, მე ადგილის პოვნას. როგორც სპორტსმენი წინასწარ რო ემზადება განწყობის შესაქმნელად, ახლა ვიქნი, მოიცი თბილისის შემდეგ, იმის შემდეგ ისე მეზარება, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, უნდა გავაკეთოთ ეს საქმე. ასე ვთქვათ, განწყობას ვიქნი, განწყობას მომავალი სამუშაო სიტუაციისთვის. როგორ ავატე? ერთი ხანი იმაზე გადავხდები, ხანი გადმოხდები, ხან ქვეყანა შეიცვლი, ხან იმას და სულ რომ ტრიაში ხან. სპორტული, როგორ ვთქვათ, უნარებია ამისთვის საჭირო და აი ჩვენ ვცდილობთ რომ სპორტულად ვიყოთ ყველანაირი ცვლილებებისთვის. ეს პირდაპირ გვინდა ეს ლატარია. ამდენია მოგება? 200 მილიონამდეა მოგება. მაიხრაჭეთ ეს მე როგორც დავსყანები მე შევაფსოთ ხო. წავიდეთ. ეთი 5 საათი დაგვრჩა კიდო სასიარულო. თან ეს პირველი დღე როგორ არ გიყვარს ხოლმე ეს რიარია და თავარია გამოვიძინოთ იმ რიარიასთვის მზად რო ვიყოთ.
read it. This is your stop. აი მოვედით კოლუმბუსში. კოლუმბუსი როგორც იცით, ოჰაიოს ადმინისტრაციული ცენტრია. დიდი ქალაქია და ჩემდა გასაკვირად ნახე რა პატარა ავტოსადგური აქვს. წრიპა. როგორც ვიცი, 2 მილიონიანი არ ვიცი, ნუ დიდი ქალაქია ყოველ შემთხვევაში. წრიპა ავტოსადგური. დეტროიტამდე ასეთი 3 საათი გვაქვს სავალი. და მოდი მეგობრებო, ვიქტორინა გავათამაშოთ. ეხლა ზაში სულ ფიქრობ, რომ კი მითხეთ, კაი მანქანას დაგახვედრებთო, მაგრამ მაინც რა მანქანა იქნება. და ჩვენ ყოველდღიურად, ყოველ ტრადიციულად რო ვაცხადებთ ხოლმე. რა დავარქვა ჩვენ მანქანას შემომთავაზეთ ვარიანტები და შემდეგ ვიდეოში გამოვაცხადოთ რა დავარქვა ჩვენ მომავალ მეგობარ მანქანას, რომელიც ჩვენთან ერთად ოუწევს გზებზე სიარული. ახსენდება ჩემი ამბები თბილისში ავტობუსებს რო დავდებდი ხოლმე. ცოტა და მე უკვე გადმოვერთებით უკვე თბილისის ამბებში. ტურისტები, მისვლა-მოსვლა და ასე შემდეგ. You can leave your luggage underneath, but you do have to get off the bus, go inside, wait for the next driver to call for you. So everyone does have to get off the bus. Go talk to the information. როგორც იქნა მოვედით, ცოტა უცნაური ტიპის ღოლია. ნუ იღებ, ნუ ლაპარაკო და ვერაფერს ვერ ვიღებდი რა. ნუ ერთ სიტყვით მოვედით დეტროიტში და ამ ჩემ ჩანთას ტრაქს გამოვიძახებ. და წავართ იმაში ოფისში. იმედია ამ ვიდეოში თქვენ იტყვით იმ მომავალი მანქანის სახელს. გამარჯვებოს შემდეგ ვიდეოში გამოვაცხადოთ. კარგით, აბა შევხვდებით მომავალ ვიდეოში.